მოგესალმებით დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას. მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. მომდევნო ერთი კვირის პროგნოზი. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. და რა ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ამას ვკითხოთ. რა ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. მოდი ამას ვკითხოთ. სწავლა, კარიერა, სამსახური. რა ენერგიები შემოვა თქვენთან ერთი კვირის განმავლობაში. ამას ვკითხოთ ფინანსები. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ვაიმე, ყველა მოდის. და ამას ვკითხოთ პირადი ურთიერთობა. როგორი იქნება თქვენი პირადი ურთიერთობა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. მოდი ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. ზოგიერთი შესაძლებელია იყოს რაღაცნაირად ჩამოკიდებულ სიტუაციაში. აი როგორ სიტუაციაში იცით? აი რაღაცის გადაწყვეტილება უნდადეს, რაღაცის მოქმედება უნდადეს, მაგრამ თითქოს ხალიფეხი აქვს შეგრული და ვერ მოქმედებს. ზოგიერთს უკვე მქონდა ეს სიტუაცია და უკვე დაფიქრდა კარგად და გაანალიზა კარგად, რომ იმისათვის, რომ იყოს შედეგი, აუცილებლად უნდა გქონდეს მოქმედება. და ანუ წინ გადადგმული ნაბიჯი. სწრაფად დაიწყოს ქმედება და გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. აი უბრალოდ დიდი ხანი ესეთ ენერგიებში და ესეთ სიტუაციაში ვერ იჯდება და ვერ იქნება ადამიანი, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ნახოს გამოსავალი. რომ ანუ ასეთი თხანს ვერ დაელოდება ჯერ ერთი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ესეთი სიტუაცია ცუდია. როგორ თქვა, ესეთ ენერგიაში ყოფნა, აი რაღაცნაირად მსუბუქად ვერ გრძნობთ თავს და თითქოს რაღაც გაწუხებთ რა. და მე რა ქვია, მოჭირს რა ადამიანს ესეთ ენერგიაში ყოფნა, ხა სულ მოწყენილი და გამოუვალ სიტუაციაში ხარ იქნება, ხვდება მე იმას, რომ ანუ უნდა გქონდეს ქმედება, უნდა დაიწყოს რაღაცის გაკეთება იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. თუ რაღაც გამოუვალი სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში, მაშინ უნდა ნახოთ გამოსავალი იმისთვის, რომ ანუ სწრაფად გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. და გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, რა. ყოველთვის არსებობს გამოსავალი, რომ გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან, რაშიც თავს ანუ კარგად არ გრძნობთ რა, მოდი ასე ვიტყვი. და ზოგიერთთან აი თითქოს არ იცით წახვიდეთ და რა გააკეთოთ, ჯერ რაღაცნაირად მოლოდინის რეჟიმში ხარ, აი თითქოს ღმერთს მიანდეთ ყველაფერი და აი ღმერთს, აი თითქოს როგორ იცი, აი ღმერთს თხოვთ დახმარებას, აი ღმერთო დამეხმარე, უკვე მე აღარ ვიცი რა შემიძლია რომ გავაკეთო რა, აი რადგანაც ესეთი ენერგიები ამოვიდა, ახლა არ ვიცი ვისთვის იყო ეს და როგორ ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ანუ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აი თქვენ გავფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას. გავფრთხილდით რა, უბრალოდ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ დაღლილი ხართ, დაისვენეთ, თუ ემოციურად ძალიან ბევრს ფიქრობთ, ეცადეთ რომ გაუშვათ ეს ფიქრები თქვენი გონებიდან და უფრო მეტად დაისვენოთ და გადადიხართ ანუ პენტაკლების დედოფალი. აი როგორი ენერგიაში შედიხართ, იცით? აი თითქოს ყველანაირი სიუხვე უნდა მიიღოთ. აი თქვენ შესაძლებელია აი გელოდებიან კიდევაც ადამიანები, ვისაც თქვენგან დახმარება სჭირდებათ. ასევე შესაძლებელია თქვენ რაღაც იმუშავეთ, თქვენი თანხა გამიმუშავეთ და ეხლა ელოდებით ამ ფინანსურ შემოსავალს როდის მიიღებთ. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ ანუ თქვენ კარგ ფინანსურ შემოსავალში გადადიხართ და თქვენ ეს ძალიან გაგეხარდებათ რა. კარგ ენერგიებში გადადიხართ. აი თუ რაღაც ეს ნერვულობა და პრობლემები გაწუხებდათ, მიდის ეს თქვენი ცხოვრებიდან და
კარგ ენერგიებში გადადიხართ რა, მინდა გითხრათ. თუ თქვენ როგორ ენერგიებში გადახვალთ იცი, ანუ სწავლა, კარიერა, სამსახური, ვისაც რა გაქვთ, ანუ რაც შეეხება ამ საკითხს. ანუ თქვენ შესაძლებელია იდეები გქონდეთ, გაგმები გქონდეთ, აი თითქოს ბევრ რაღაცაზე ფიქრობდეთ, სად წახვიდეთ, რა გააკეთოთ და ასე შემდეგ, მაგრამ აი თითქოს როგორ ახართ იცი, ნაბიჯის გადადგმა კი გინდათ, მაგრამ არ იცით წინ რა გელოდება და თქვენი განზრახვა, ანუ თქვენი იდეები და თქვენი გადადგმული ნაბიჯები სწორი იქნება თუ არა, შესაძლებელია ამაზე გქონდეთ ფიქრი და მერყეობა, მაგრამ თქვენ აუცილებლად მიიღებთ გადაწყვეტილებას და სწორი გზით წახვალთ. აი ისე თითქოს როგორც უნდა ყოფილიყო. ანუ როგორ გითხრათ იცი, ანუ კვერთხების ტუზი. ანუ თქვენთვის სამომავლოდ ყველაფერი ისე იქნება და კარგად იქნება, როგორც თქვენ ამას ელოდებოდით, როგორც თქვენ ამას გეგმავდით და გულის სიღრმეში შესაძლებელია იცოდით კიდევაც და გრძნობდეთ კიდევაც, რომ ანუ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოგივათ ისე, როგორც თქვენ გჭირდებოდა. ნახოთ ახლა ფინანსები. ანუ ფინანსებში ცოტა შესვენება გაქვთ. შესვენება რა, შესაძლებელია თქვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ, ძალიან, ანუ შესაძლებელია ეხებოდეს კლიენტებთან, პაციენტებთან, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რა საქმის ხართ დაკავებული, თქვენ უბრალოდ ძალიან დაიხალეთ და შესაძლებელია მომდევნო კვირაში გქონდეთ ესეთი სიტუაცია, რომ თქვენს თავს დაუთმოთ დრო და დაისვენოთ. ანუ ფინანსებზე ვკითხეთ და აჩვენებს ამას, ხო? ანუ თითქოს როგორ ახართ იცი, ძალიან ბევრ დროს უთმევთ პირად ურთიერთობას. თუ არა, მაშინ აქ სულ დასებია და აი როგორ ხართ იცით, აი თითქოს თქვენ ადამიანს ელოდებით სულ მის გამოჩენას, მის დაბრუნებას, როცა თქვენი ადამიანი თქვენთან არის, აი თითქოს ყველაფერი კარგადაა და როცა თქვენთან არ არის, აი რაღაცნაირად თითქოს თქვენი სული, თქვენი გული სულ მას ეძახის და სულ მას ეხმოთ და აი ეს ადამიანი თითქოს როგორ ხართ იცით, აი სულ მას ეფიქრობთ გამუდმებულად რა. აი ფინანსებზე ვკითხეთ და ფინანსებზეც კიდე დავამატებთ. როგორ იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა. თქვენ იმ სირთულეებს, რაც გქონდათ მანამდე, უკან დატოვებთ და ახალი გზით წახვალთ. აი თითქოს არ იცით წინ რა გელოდებათ. ზოგჯერ გაორებულად შეიძლება ფიქრობდეთ, იქაც ხომ ამოვიდა. აი როგორი რაღაც არის იცით, თქვენი გზით მიდიხართ თითქოს, მაგრამ აი რაღაცნაირად გაქვთ ორჭოფობა და მერყეობა თითქოს შესაძლებელია ზოგი აქცევდეს სოციუმის ხალხი რა სიტყვის და ასე შემდეგ. აი თითქოს როგორ ახართ იცი, წინ ხედავთ რომ თქვენს წინ არის მომავალი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ხართ რა. აი ზოგიერთ შესაძლებელია თავისი პირადი დანიშნულების გზაზეც კი წავიდეს. აი რაღაცნაირად როგორ ახართ იცით, ღმერთცენტობით, აი რაღაცნაირად გჯერათ სამყაროსი, გჯერათ ღმერთი, შესაძლებელია მორწმუნე ადამიანი იყოთ, აი თითქოს როგორ ხართ იცით, გჯერათ რომ ყველაფერი დაბალანსდება და კარგად იქნება და თქვენი ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდება, ხო ესე? იმპერატორი. დავალაგე. ხო, აი როგორ ხართ იცით, ძალიან კაცრად შეხედავთ ნურცეთ საკითხს რა, ძალიან კაცრად განსჭით. ანუ იქნებით ცოტა ისეთ ხისტ მამაკაცურ ენერგიაში, უფრო რბილად და მშვიდად შეხედეთ ამ საკითხს და აი თქვენი ვარსკვლავიც გაიხსნება და თქვენი ფინანსური შემოსავალიც არ დააყოვნებს და მოვა თქვენთან ის, რაც თქვენ გეკუთვნით. მოდი ნახოთ ახლა პირადი ურთიერთობა. პირად ურთიერთობაში თქვენ გელოდებათ თქვენს ადამიანთან ერთად შეხვედრა. იცი როგორი შეხვედრა იქნება, თითქოს სიყვარულს გაგრძნობინებს, ბედნიერებას გაგრძნობინებს. აი როგორ ხართ იცით თქვენ, ძალიან აი მე-15 არკანი ამოვიდა, ანუ შესაძლებელია ზოგიერთი ძალიან იყოს მიჯაჭვული ამ ურთიერთობაზე. აი ვიტყოდი რომ გოგო უფრო რა, გოგო უფრო მიჯაჭვული ამ ურთიერთობაზე. აი თითქოს როგორ ხართ იცით, ანუ მაქსიმალურად
ვცდილობთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, ისე გამოვიდეს, როგორც თქვენ გინდათ. თუ ისე არ ხდება მერე როგორც თქვენ გინდათ, აი ეს ძალიან მიჯაჭვულობაში გაგდებთ და ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებთ და აი ისე გრძნობთ თავს, რომ აი განთავისუფლებას ვერ გრძნობთ რა. აი როცა ესეთ ფიქრებზე ეჯაჭვებით და ესე ემოციურად აი როგორ გითხრათ კიდე იცით? ანუ შესაძლებელია ზოგიერთმა გაუშვას კიდევაც ეს მიჯაჭვულობა და ნერვიულობა, თუ მასზე ძალიან დამოკიდებული იყავით, აღარ იქნებით მასზე დამოკიდებული. აი თითქოს როგორ ენერგიაში იქნებთ, ეს ზოგიერთისთვის ნახეთ, თქვენ კი ელოდებით თქვენი ადამიანის დაბრუნებას, მაგრამ აი იცით როგორ იქნება, თუ დაბრუნდება, სიხარულით მივიღებ და თუ არ დაბრუნდება, არც მაგაზე აღარ მინერვიულებ და არ ვიქნები მასზე დამოკიდებული და მიჯაჭვული. ზოგიერთთან შესაძლებელია ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ანუ კვერთხების მეფე, ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბებულია, იცის ტაქტიკა, იცის მოქმედება, იცის როგორ მართოს თავისი გეგმები, თავისი ცხოვრება და ასე შემდეგ და ანუ ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელიც გამოჩნდება და შემოვა თქვენს ცხოვრებაში და აი თქვენ ძველ ურთიერთობას და ძველ ტკივილს გაგაშვებინებთ და აი რაღაცნაირად ახალი სიყვარული იქნება ეს თქვენთვის, ახალი შეგრძნება და აი თითქოს აი პირველი სიყვარული აი როგორ გითხრათ, აი სუფთა, წმინდა, უანგარო და აი რაღაცნაირად ზოგიერთ შესაძლებელია არჩევანის წინაშეც კიდე თქვენ ძველთან დაბრუნდეთ თუ ახალი აირჩიოთ. აი მთელი გულით გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.